კვლავ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.jim, MyVideo.jim, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით საქართველოს დაცულ ტერიტორიებს მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი. ამ თემაზე ვსაუბრობთ ჩვენ სტუმართან ერთად, ჩემო გვერდთან დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი. მოგესალმებით თამარ, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე მგონი უნდა დავიწყოთ მილოცვით, იმიტომ რომ მილიონზე მეტი ვიზიტორი უკვე გყავთ ამ 9 თვის განმავლობაში. ჩვენ როცა მქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა თქვენთან ერთ-ერთ ეთერში, ფაქტობრივად მთელი სრულფასოვნებით დაგვანახეთ სურათი, რომელსაც გვთავაზობს დაცული ტერიტორიები, მაგრამ რადგან ცხოვრება ფაქტობრივად ყოველ დღე თავის სიურპრიზს გვთავაზობს, ხვდებით რომ აქაც მუდმივი სიახლეა, რაც ალბათ თავისთავად აინტერესებთ ვიზიტორებს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ინტერესი და ეს მუდმივობა რით არის განპირობებული რომ ავხსნათ და რამდენად არის ესეთი შემთხვევები, როდესაც ვთქვათ კონკრეტული ვიზიტორი ესტუმრა, მოიხიბლა, წავიდა და შემდეგ უკან დაბრუნდა. თუ ძირითადად მაინც ახალ ასე ვთქვათ სტუმრებზე ხართ ორიენტირებული. მოგესალმებით პირველ რიგში მივესალმებით ჩვენს მსმენელს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის ამ საკითხებით დაინტერესებისათვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქართველოს დაცული ტერიტორიები და ეროვნული პარკები იმდენად საინტერესოა ჩვენი საზოგადოებისათვის, რომ ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა გამოვხატავთ ხოლმე მსაუბას, რომ კიდევ უფრო მეტი სერვისი განვავითაროთ და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები მივცეთ ამ მხრივ ჩვენს მოსახლეობას. რომ ვისაუბროთ სტატისტიკაზე, უნდა დაგეთანხმოთ წელს უკვე გადავაჭარბეთ 1 მილიონ ვიზიტორს, რაც ცალსახად მიუთითებს დაცული ტერიტორიების მიმართ მზარდ ინტერესზე, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან. განსაკუთრებით გამოვყავთ საერთაშორისო ვიზიტორებს გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ ვიზიტორთა რაოდენობაში 57% საერთაშორისო ვიზიტორები არიან, რაც კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ჩამოსული ტურისტებიდან ძალიან დიდი ნაწილი სწორედ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობას ანიჭებს უპირატესობას. და რატო? საქართველოს ზოგადად საერთაშორისო გლობალურ რუკაზე გამოირჩევა იმ ლანდშაფტებითა და იმ ბუნებრივი სილამაზეებით, რაც ჩვენს ქვეყანას ახასიათებს, მაღალმთიანი მხარეები, კონტრასტები და ყოველთვის ხაზს უსვამთ ხოლმე, რომ 5 საათში საქართველოში მოგზაურობის დროს შესაძლებელია ზღვის სანაპიროდან მყინვარებზე ან ნახევარუდაბნოში აღმოჩნდეთ რისი ფუფუნებაც ძალიან ბევრი ქვეყანას 4-ვე სეზონია 5 საათში მოკლა. ნამდვილად. გარდა ამისა 4-ვე სეზონით ხასიათდება საქართველოს დაცული ტერიტორიები, თბილისის ეროვნულ პარკს გამოვყავთ ხოლმე, რომელიც ზამთრის სეზონზეც კი, მაშინ როდესაც სხვა დაცული ტერიტორიები შედარებით ნაკლებ პოპულარობით გამოირჩევა, თბილისის ეროვნული პარკი საბადურის ტყე ფანტასტიკურ ხედებს გვთავაზობს და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის დაინტერესებას იწვევს. ეს ყოველივე გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ დაცული ტერიტორიები მოგზაურობის თვალსაზრისით წარმოადგენს ყველაზე საინტერესო მიმართულებას საქართველოში და მეორე მხრივ ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ძალიან კონტრასტული სერვისები შეიძლება შევთავაზოთ აქ მოსულ ვიზიტორებს. დაწყებული ჩანჩქერების მონახულობით, კანიონების მონახულებით, მღვიმეებში გასეირნებით, ასევე ნახევარუდაბნოს ტურებით და ასე შემდეგ. ამავდროულად საინტერესოა მიმართულებები როგორც მოლაშქრეებისათვის, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, რომ ერთდღიანი, ორდღიანი, სამდღიანი, ან თუნდაც ერთკვირიანი ტური დაგეგმონ დაცულ ტერიტორიებზე, მეორე მხრივ კი, ვისაც აღნიშნული შესაძლებლობა, ფიზიკური შესაძლებლობა არ აქვს, მათ ვთავაზობთ 60 საათიან ტურებს, მაგალითად მარტვილის კანიონს ვიპრომეთეს მღვიმეში, რაც ასევე ძალიან საინტერესო შთაბეჭდილებების მიღების საშუალებას აძლევს მათ. თამარ, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყველა დაცული ტერიტორია თანაბრად გეძვირფასებათ, მაგრამ მოდით გამოვიდეთ დამთვალიერებლების ფოკუსიდან, მათი ინტერესის სფეროდან. ჩვენ ვთქვით, რომ ვიზიტორთა შორის 53% არის ადგილობრივი, ხოლო 57% უცხოელი ტურისტი. რომ გითხრათ კონკრეტულად რა ლოკაციები, რა ადგილები აინტერესებთ ამ ადამიანებს, როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ისე სტუმრებს და რით იხსნება ეს, თქვა, თუ არსებობს კონკრეტული ნიუანსები, რითაც შეგვიძლია ეს ინტერესის, ფართო ინტერესი ავხსნათ. სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, ხაზგასასმელია, რომ მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, წალკის კანიონი, ასევე თბილისის ეროვნული პარკი, სათაფლიას მღვიმე, მტირალას ეროვნული პარკი ტოპ
ლიდერ პოზიციებს იკავებენ, რაც ვფიქრობთ, რომ აიხსნება გადაადგილების სიმარტივით. როგორც უკვე აღნიშნე, მარტვილის კანიონში, ისევე როგორც პრომეთეს მღვიმეში შესაძლებელია სულ რაღაც 3-4 საათში მოვინახულოთ აღნიშნული დაცული ტერიტორიები და ხშირ შემთხვევაში საერთაშორისო ვიზიტორები, რომელიც რამოდენიმე დღით სტუმრობენ ქვეყანას, ერთი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა 2, ხშირ შემთხვევაში კი 3 ბუნების ძეგლიც კი მოინახულონ. ეს ფაქტი მეუთითებს იმაზე, რომ დაცულ ტერიტორიებზე, კონკრეტულად ბუნების ძეგლებზე მონახულობა ძალიან სასიამოვნოა ვიზიტორებისათვის და მარტივი, თუმცა აუცილებლად უნდა გამოვყოთ მეორე კატეგორიის ვიზიტორები, ეგრეთ წოდებული ბექპექერები, რომლებიც რამოდენიმე დღის განმავლობაში ლაშქრობას ანიჭებენ უპირატესობას. ამ კუთხით გამოვყოფდით ბორჯომხარაგაულის ეროვნულ პარკს, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს, ასევე მაგალითად ფშავხევს, სურეთის, თუშეთის დაცული ტერიტორიები, სადაც ნამდვილად ძალიან ბევრი ვიზიტორია. კიდევ აუცილებლად ხაზი უნდა გაუსვათ ჯუთაროშკალმალოს დამაკავშირებელი ბილიკი, რომელიც აკავშირებს 3 დაცულ ტერიტორიას. დაწყებული ყაზბეგის ეროვნული პარკიდან, გრძელდება შემდეგ უკვე ფშავხევსურეთის ეროვნულ პარკში და სრულდება თუშეთის ეროვნულ პარკში. ეს არის ერთ-ერთი უპრეცედენტო ბილიკი, 204 კილომეტრიანი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ფაქტობრივად ერთკვირიანი ლაშქრობის შესაძლებლობა დავგეგმოთ დაცულ ტერიტორიებზე და წელს უпростоრად მომავალ წელს დასრულდება პროექტი, რომელიც მისცემს საშუალებას ვიზიტორებს, რომ ძალიან კეთილმოწყობილ ბილიკზე გადაადგილდნენ და ალპურ ქოხებში გაათიონ ღამე. ძალიან მნიშვნელოვანია გვითხრათ სტრატეგია, რომელზეც შეიძლება მუშაობთ, ნებსით ანუნებლიეთ, მაგრამ რაღაცნაირად მაინც მგონია, რომ შედეგზე საბოლოო გავლენას ეს ახდენს. პირველადი ეფექტი საინტერესო ადამიანის ცხოვრებაში, ამიტომ მას უნდა აღმოაჩინოს, ისიამოვნოს, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგ კვლავ დაუბრუნდეს კონკრეტულ ადგილზე. ძირითადი ვიზიტორები, თქვენი სტუმრები, რომელ კატეგორიაში არიან, თქვათ, ეს არის ადამიანები, რომლებიც მოდიან, მიიღებენ ამ სიამოვნებას ერთხელ და მერე მთელი ცხოვრება გაყვებათ, თუ ხშირად გიბრუნდებიან კვლავ და როდესაც თქვათ უკან ბრუნდებით, საინტერესოა რით იხსნება ეს, რამე დაგვრჩა კვლავ, თქვათ ისეთი უნახავი თუ ემოცია იმდენად მძაფრი და ძვირფასია, რომ თქვათ რაღაცნაირად გინდა, რომ კიდევ ერთხელ ესტუმრო ამ კონკრეტულ თქვათ ლოკაციას. როგორც წესი, დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობისას 2 მიმართულებას გამოვყოფდი, როგორც უკვე აღნიშნე, სალაშქრო მიმართულებები და ბუნების ძეგლების მონახულება. ბუნების ძეგლების მონახულების თვალსაზრისით, განმეორებითი ვიზიტები, როგორც წესეთი ხშირი არ არის, თუმცა მაგალითად ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც ბორჯომხარაგაულის ეროვნულ პარკში, ის ვიზიტორები, რომელიც აღნიშნულ პარკში ანიჭებენ მოგზაურობის უპირატესობას, აუცილებლად ბრუნდებიან, მათ შორის მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად. მე აღნიშნე მარტვილის კანიონი, რომელიც დღის განმავლობაში არაერთ ვიზიტორს მასპინძლობს, თუმცა სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ვიზიტორებისათვის შეგვეთავაზებინა კიდევ უფრო მეტი ემოციები, დამატებითი ემოციები და მიგვეცა მათ სტიმულები ხელახლა დაბრუნებისათვის, ჩვენ გავახანგრძლივეთ სამუშაო საათები და შევქმნით 3D ღამის განათებები, რომელიც გვაძლევს საშუალებას უკვე ღამის საათებში ვიმოგზაუროთ მარტვილის კანიონზე, საღამოს საათებს გულისხმობთ, როდესაც უკვე დაბინდებულია. და 3D განათებების მეშვეობით უკვე შესაძლებელია აბსოლუტურად სხვა სამყაროში ვიმოგზავროთ. ამგვარად ვიზიტორები, რომელიც უკვე ნამყოფი არიან მარტვილის კანიონში, ნამდვილად ბრუნდებიან აღნიშნულ დაცულ ტერიტორიაზე ამ მისტიური სამყაროს ხელახლას ანახავად. ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის ნაწილი, მისი მუდმივი განახლება, გათანამედროვეობა. ამ კუთხით რა სიახლეებს ნერგავთ? ინფრასტრუქტურასაც შეეხება დაცულ ტერიტორიებზე ვცდილობთ რომ ძალიან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებით არ შემოვიფარგლოთ გამომდინარე იქიდან, რომ მაინც დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა გულისხმობს ველურ ბუნებაში მოგზაურობას და შესაბამისად ადამიანებს უნდა მივცეთ საშუალება მაქსიმალურად შეიქრწნონ ის ველური ბუნება, რომელში მოგზაურობასაც ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ელემენტარული ინფრასტრუქტურის მოწყობას ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. შესაბამისად, ვცდილობთ, რომ ბილიკები იყოს პირველ რიგში მოწესრიგებული, თანამედროვე
თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისად მოწყობილი, მანიშნებლების ქსელი სრულად გამართული, ასევე გადასახედები ან ისეთი ადგილები, სადაც შესაძლოა რომ გადავარდნის რისკი იყოს მაქსიმალურად ხელის მოსაკიდი რელსებით აღჭურვილი, იმისათვის რათა გადაადგილება იყოს პირველ რიგში დაცულ ტერიტორიებზე უსაფრთხო. შემდეგ უკვე ამის პარალელურად ვზრუნავთ უკვე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რაც ემოციების და შთაბეჭდილებების გამძაფრების საშუალებას მოგცემს. აქ გულისხმობ დაკიდებულ ხიდებს, ვიაფერატას, ზიპლაინებს, საცოცხლო კედლებს, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მოგზაურობას დაცულ ტერიტორიებზე. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, რომ ეს არ არის უპირველესი ამოცანა, ჩვენ პირველ რიგში ვზრუნავთ ბუნების კონსერვაციაზე, ბიომრავალფერმის დაცვასა და მონიტორინგზე და სწორედ ამის პარალელურად იმისათვის, რათა საზოგადოებას აღნიშნული ბიომრავალფერმების ნახვის საშუალება ჰქონდეს, ვზრუნავთ ეკოტურიზმის განვითარებაზე. მიმდინარე ეტაპზე გამოვყოფდი მაგალითად თბილისის ეროვნული პარკის პროექტს, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ უკვე კომფორტულად ვუმასპინძლოთ ვიზიტორებს წლის 4-ვე სეზონზე. მოგეხსენებათ, ზაფხულში ძალიან ბევრი ვიზიტორი სტუმრობს თბილისის ეროვნულ პარკს გამომდინარე იქიდან, რომ თბილისთან შედარებით ძალიან დაბალი ტემპერატურაა და სიქრილეა, ხოლო მეორე მხრივ ზამთარში, როდესაც თოვლით არის საბადურის ტყე დაფარული, ასევე ძალიან საინტერესოა, თუმცა მანქანების გაჩერება აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოველთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენდა და სწორედ მიმდინარე პროექტის ფარგლებში ეწყობა დაახლოებით 50 საპიკნიკე ადგილი, დაახლოებით 200 მანქანაზე გათვლილი საპარკინგე სივრცე, ვიზიტორთა ცენტრები, სალაშქრო ბილიკები, რაც სრულყოფილი მოგზაურობის და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურის შექმნის საშუალებას გვაძლევს აღნიშნულ პარკში. მოდით მოხმარებლების სტუმრების ქცევის ნაწილზე გადავიდეთ. ჯერ გითხარით რა მოდელი, ასე ვთქვათ, სტუმრობის, ეს არის მეგობართან ერთად, მეწყვილესთან ერთად, შვილებთან ერთად, ოჯახით, სამეგობროთი, ყველაზე უფრო ხშირად ვთქვათ, რა ტიპის მოდელი მუშაობს და რატომ და მერე ასევე მნიშვნელოვანია ხოლმე საინფორმაციო ტიპის აქტივობები და რაღაცნაირად მგონია რომ დროთა განმავლობაში საზოგადოება მაინც გაიზარდა ამ კუთხით რომ ვთქვათ მიხვდეს სად არის გააცნობიეროს ეს და ვთქვათ უნებურე ვთქვათ შეცდომები არ დაუშვას არ შექმნას ისეთი ვთქვათ პრობლემები რომ შემდეგ მოგიწიოთ თქვენს თანამშრომლებს და განსაკუთრებული მუშაობა. ამ კუთხით თქვათ რა რეალობა გვაქვს ესეც რომ თქვათ. ვიზიტორთა ქცევას რაც შეეხება ამ კუთხით გამოვყოფდით ქვეყნებს, საიდანაც გვაქვს გარკვეული ტენდენციები. მაგალითად, ინდოეთიდან, ჩინეთიდან გვაქვს ჯგუფური ტურები ხშირ შემთხვევაში, როდესაც რამოდენიმე ათეული ადამიანი ერთობლივად სტუმრობს დაცულ ტერიტორიებს. მეორე მხრივ გვაქვს ასევე ევროპელი ვიზიტორები, რომელიც გამოირჩევიან ინდივიდუალური ან საოჯახო ტურებით და ლაშქრობით ძირითადად დაცულ ტერიტორიებზე. ამგვარად გამოვყოფდით ასევე სკოლის მოსწავლეებს მაგალითად სათაფლიას დაცულ ტერიტორიებზე, სადაც ძირითადად სკოლის მოსწავლეები ანიჭებენ უპირატესობას გამომდინარე იქიდან, რომ დინოზავრების მუზეუმი გვხდება და ეს ყოველივე ძალიან შთამბეჭდავია სკოლის მოსწავლის ასაკის ბავშვებისათვის. პირად ესმით მათ ამის შესახებ და თავისთავად, როდესაც ადგილზე ნახულობ, ეს კიდე სხვა შესაძლებლობაა. შესაბამისად, სეგმენტაციას როგორც ასეთი ვახდენთ ხოლმე ქვეყნების მიხედვით და შესაბამისად სერვისების განვითარების კუთხით აღნიშნული ფაქტების ანალიზი აუცილებლად ხდება და ამაზე დაყრდნობით ხდება სერვისების განვითარება და დახვეწა. გარკვეული წესები, რომელიც არსებობს, როგორ უნდა მოვიქცეთ კონკრეტულ დაცულ ტერიტორიაზე, რამდენად სრულდება და აქვს თუ არა ურჩევას ხოლმე ადგილი. ჩვენი მხრიდან ყოველთვის ეწევა ხოლმე რეკომენდაცია პირველ რიგში იმ ფაქტს, რომ ვიზიტორი ლაშქრობის დაწყებამდე აუცილებლად ესტუმროს ვიზიტორთა ცენტრს, სადაც ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი გააცნობს მას ყველა იმ აუცილებელ ქცევის წესებს, რაც დაცულ ტერიტორიებზე გადაადგილებისათვის არის საჭირო. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან, მეორე მხრივ კი იმ ელემენტარული ნივთების თანქონასთან, რაც დაცულ ტერიტორიებზე გადაადგილებისთვის არის აუცილებელი. საბედნიეროდ, თქვენც სწორად აღნიშნეთ, წლიდან წლამდე ეს ტენდენციები უმჯობესდება და საზოგადოების ცნობიერება ამ კუთხით კიდევ უფრო ამაღლებულია ბოლო წლებში, თუმცა ცალკეულ ფაქტებს კვლავ აქვს ხოლმე ადგილი, როდესაც მაგალითად ცეცხლის დაანთებასთან გვაქვს ადგილი, შემთხვევა, როდესაც ისეთ ადგილას, სადაც ეს ნება დართული არ არის, ან დანაგვიანების ფაქტები. ყოფილა შემთხვევა, როდესაც დაცულ ტერიტორიებზე გადაადგილება დაუწყიათ რეკომენდაციების მიღების გარეშე, რაც შემდეგ უკვე ჩვენი რეინჯერების ჩართულობის აუცილებლობაც კი გამხდარა მათი ადგილიდან გამოყვანის კუთხით და სამაშველო ოპერაციებში ჩართვის კუთხით.
ამგვარად მსგავსი პრეცედენტები დაცულ ტერიტორიებზე ხდება, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ 1 მილიონი ვიზიტორი ნამდვილად არ არის ცოტა და წლის განმავლობაში ძალიან ბევრ ფაქტებთან გვაქვს ხოლმე შეხება, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ ფაქტს, რომ წლიდან წლამდე ამ კუთხით ცნობიერება ამაღლებულია და საზოგადოების ფართო მასებისათვის უფრო მეტად არის ჰარმონიაში მოგზაურობა მოყვანილი. სეზონურ ჭრილში თუ განვიხილავთ, ყველაზე უფრო პოპულარული რომელი სეზონია? გამოვყოფდით ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, მათ შორის ოქტომბრის პირველ ნახევარს, როდესაც ვიზიტორთა რაოდენობა გაცილებით უფრო მაღალია სხვა თვეებთან შედარებით, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, დაცულ ტერიტორიების ცალკეული ნაწილი გამოირჩევა 4 სეზონით და წლის განმავლობაში ზამთრის სეზონზეც კი ძალიან ბევრი ვიზიტორი გვხდება, მაგალითად ვაშლოვანის ეროვნულ პარკსაც გამოვყოფდით, სადაც ზაფხულის პერიოდში პირიქით ვიზიტორები ნამდვილად არ გვხდებიან მაღალი ტემპერატურის გამო და გაზაფხული ისევე როგორც შემოდგომის პერიოდი იდეალურია მოგზაურობისათვის და ჯეირნების დასათვალიერებლად. სწორედ რამდენიმე დღის წინ გახდით მეც და ნამდვილად ძალიან დამბეჭდავი სანახაობა იყო ველზე მორბენელი ჯეირნები, რომელიც ბინოკლის გარეშე თვალით შესაძლებელია რომ ვიხილოთ. კი ბატონო, ბოლოსკენ მინდა ვისაუბროთ იმ სიახლეებზე, რომელსაც ნერგავს დაცული ტერიტორიების სააგენტო და ახალი დაცული ტერიტორიები თუ განიხილება დღის წესრიგში და თქვათ რა მიმართულებები შეიძლება დაემატოს ამ თქვენს სააგენტოს. სხვადასხვა სერვისების და ახალი სერვისების დანერგვის კუთხით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თბილისის ეროვნულ პარკში იქნება უკვე საპარკინგო, საკემპინგო და საკარვე სივრცეები მოწყობილი, დაახლოებით რომელიც 50 ადგილზე იქნება გათვლილი და წლის ბოლომდე აღნიშნული პროექტი დასრულდება. ახალ სიახლეს წარმოადგენს ასევე ბირთვისის კანიონზე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის მოწყობა, რომელიც ასევე წელს დასრულდება და თბილისთან ძალიან ახლოს მოგცემს საშუალებას უმასპინძლოთ ვიზიტორებს სხვადასხვა გასართობის სივრცეები, დროის სასიამოვნოდ გატარებისათვის ვია ფერატა, ზიპლაინები დახვდებათ, ასევე დაკიდებული ხიდები, რაც ერთი დღის სასიამოვნოდ გატარების საშუალებას მისცემს ვიზიტორებს. რაც შეეხება ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებას, ამ კუთხით გამოვყოფდი, რომ დღეს მდგომარეობით მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე, მაგალითად სვანეთის სამეგრელოს დაცული ტერიტორიების დაარსების კუთხით, ასევე მუშაობთ კახეთის რაიონში, გურჯაანის დაცული ტერიტორიების, უბრალოდ გომბორის დაცული ტერიტორიების დაარსების მიმართულებით, ასევე მუშაობა მიმდინარეობს არსებული დაცული ტერიტორიების გაფართოების კუთხით, მაგალითად რაჭის ეროვნულ პარკს გულისხმობთ და ეს ყოველივე მოგცემს საშუალებას, რომ დღევანდელი ქსელი, რომელიც წარმოადგენს დაახლოებით 900,000 ჰექტარზე მეტს, ქვეყნის 13.3%-ს, კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ და დაემატოს იმ დაცულ ტერიტორიებს, რომელიც დღეს გვაქვს 100 დაცული ტერიტორია გვაქვს დღეს მდგომარეობით და ფიქრობთ, რომ ეს მიმდინარე წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. დიდი მადლობა. წარმატებები მინდა გისურვოთ. თამარ ხახიშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. გეტყვით, რომ მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემები ასეთი გახლავთ, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1,55,095 ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთა შედარებით დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი. ვიზიტორთა შორის 43% ადგილობრივი, ხოლო 57% უცხოელი ტურისტია. მადლობა უთხრათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს დათმობილი დროისთვის.